დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრსა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემა ეგრეთ წოდებული თეთრი სიების შესაძლო გაუქმების საკითხი იყო. მიიღეს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება და რა კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ მხარეები. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტი, გისმენთ. Katia მოგესალმები. ბიზნესთან მორიგი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თეთრ სიასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. თეთრი სია არ გაუქმდება, თუმცა ახალი მოდელის თანახმად კომპანიას, რომელიც თეთრი სიით ისარგებლებს, 2026 წელს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 60%-იანი საბანკო გარანტია. 2027 წელს ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გამკაცრდება და გარანტიის ზომა 70%-ით განისაზღვრება, 2028 წელს კი 80%-ით. 2029 წლიდან კი თეთრ სიასთან დაკავშირებით ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები თეთრ სიაში მოხვდებიან და შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, არაუზრუნველყოფილი ავანსის გადახდა რისკის შემცველია და იმ შემთხვევაში, თუ კი კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, სახელმწიფოს ექმნება თანხის დაკარგვის სერიოზული საფრთხე. სახელმწიფო საკმაოდ კაბალურ პირობებში აღმოჩნდა რამოდენიმე შემთხვევაში. გამომდინარე აქედან ჩვენს მიერ ზუსტად ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ზუსტად რომ განსაზღვროთ, დღეს ვალდებულება კომპანიას ავანსის მიღების დროს აქვს, რომ თეთრ სიაში არსებულ კომპანიას რომ წარმოადგინოს 50%-იანი საბანკო გარანტია. ჩვენ ვამბობთ, რომ 2026 წელს ეს იქნება 60%, 2027 წელს ეს გაიზრდება 70%-მდე, 2028 წელს იქნება 80%-ის ვალდებულება და შესაბამისად 2029 წლიდან საერთოდ ახალ სისტემაზე გადავალთ. კონკრეტულად თეთრ სიასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ჩვენი კომპანია დიდი ხანი არსაგებულობს და მუშაობთ თეთრი სიის გარეშე, ხოლო რაც შეეხება ბიზნეს კონტაქტთან დაკავშირებით საკმაოდ თავისი პოზიციები, დღეს შემიძლია ვთქვა, ყველა ყოველფერი, რადგანაც გარდამავალ ეტაპზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში იქნება შეზღუდვები. ანუ თუ დღეს იყო 50% თეთრი სიით, მომავალ წელიწადში იქნება 60, 70%, ესე განვითარდება საფეხურებად, რაც მისცემს ბიზნეს საშუალებას, რომ ეტაპობრივად გადავიდნენ და მოიმზადონ უფრო მკაცრ კონკურენციისთვის. თეთრი სიის ყველა ნებისმიერ რაღაცა ახალ სისტემაში ყოველთვის არსებობს კეთილსინდისეერი და უპასუხისმგებლო კომპანიები. შესაბამისად, ზოგიერთმა ცუდად ბოროტად ისარგებლა, რა თქმა უნდა, გააჩინა კითხვები სისტემის მიმართ. თავიდანვე არ იყო ეს სრულყოფილი სისტემა, გააჩნდა გარკვეული ის თქო გაცილებით უკეთეს შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ კარგი არის, რომ პრობლემაც იდენტიფიცირებულია. თეთრი სია არ იყო ის ერთადერთი საკითხი, რასაც დღეს იმსჯელეს შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ფასწარმოქმნის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც გაამახვილეს ყურადღება. სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა, რომ დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს ბაზრის კვლევის საფუძველზე საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და სწორედ ამ ფასის გათვალისწინება შემდგომში სახელმწიფო შესყიდვებში. წარმოქმნასთან დაკავშირებით სახელმწიფო და ჩვენ ამაზე წინა შეხვედრებზე ვსაუბრობდით, რომ აქტიურად მუშაობთ, რომ რეალური საბაზრო ღირებულებები დადგინდეს ნებისმიერ მიმართულებით, რაც ასევე ბიზნესისთვისაც არის აქტუალური. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და ჩვენ სამომავლოდ იმ ტენდერებში, რომელსაც გამოვაცხადებთ, აუცილებლად გვექნება სამართლიანი საბაზრო ღირებულება. საპროექტო ორგანიზაციის მიეცემა დავალება, რომ ფასწარმოქმნის განახორციელონ ბაზრის კვლევის საფუძველზე და ჩართული იქნება ესეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავებაში, როგორც არის სამხარეულის ეროვნული ბიურო, რაც საკმაოდ ჯანსაღ და სწორ ფასებს განსაზღვრავს ყოველთვის. ჩვენი კომპანია ყოველთვის მიესალმება გავს მიდგომას, რადგანაც როცა გქონია შეხება მსგავს ფასწარმოქმნაზე, საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მომგებიანი არის კომპანიისთვის. მე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფრასტრუქტურის სამინისტრო თეთრი სიის გაუქმებას გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა წინა თვეში გაიმართა, რაც შეეხება თავად თეთრ სიას, ესაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამარტივებული პროცედურებით სარგებლობს. ქრისტი, მადლობა. ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში. ჩვენ კი